მე მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო ჩვენმა აქტიორობამ უკვე ასახვა პოვა ხელისუფლების დამოკიდებულებაში ჩვენ დამი კერძოდ ამორჩეულთა ლიგისადმი მათ დაიწყეს ტერორი მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე-80 უბანზე ქალბატონები ანა ძაძამია და მაყალა თოლრაია იქნენ ტერორიზებულნი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ შავი დაბურული მინებიანი ჯიპი მათ დააცხრა თავს ჯერ მოთხოვა დოკუმენტაცია ჩვენი კოორდინატორები დადიან აბრევიატურით დოკუმენტაციით ყველაფერი გვაქვს ჩვენს ნორმაზე როდესაც წარუდგინეს შეშინებულმა ქალბატონებმა მათ ეს ყველანაირი დოკუმენტაცია მათ მოთხოვეს ქალბატონ ანას და ქალბატონ მაყვალას რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ თავისუფლების ქუჩა მე ვიმეორებ ეს არის მე-80 უბანი ისინი მოვიდნენ ჩვენთან და შემდეგ ეს განაცხადეს ხომ მივმართავ რუსლან შამახიას კუდის უფრო ზუგდიდში მის მოადგილეს ირაკლი გაწერელიას მე მივმართავ პოლიციის უფროს ქირიას და რა თქმა უნდა როლანდ ახალაიას როგორც არ უნდა დააშინოთ თქვენ ჩვენი კოორდინატორები რას ეწოლათ და ტერორიც არ უნდა განახორციელოთ ამორჩეულთა ლიგის კოორდინატორებზე და მის წევრებზე ამორჩეულთა ლიგა მაინც გააგრძელებს კარდაკარის პროგრამას და ეცდება დადოს ზუსტი სია ამორჩეულთა ქალაქ ზუგდიდში მე მივმართავ ხელისუფლებას ხელს ნუ შეგვიშლით ჩვენ საქმიანობაში თუ შეგვიშალეთ მაშინ ყველანაირი პასუხისმგებლობა გეკისრება თქვენ მე მივმართავ გუბერნატორს ბატონ მისაბიშვილსაც ხელი შეგვიწყვეთ და ნუ გვიშლით ხელს მუშაობაში მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ყველა კოორდინატორთა რომ მივიდნენ და რომ დააშინონ ჩვენ გავალთ უბნებზე და ამომრჩეველთა ლიგა მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებაზე მე მინდა ყურადღება გავამახვილო ტოლვილებზე რომლებიც ზუგდიდში არიან მრავლად რეგისტრირებული როგორც მოგეხსენებათ მე მოგიყვანთ ერთ-ერთ მაგალითს ამისას ერთ სახლში რეგისტრირებულია 40 ტოლვილი იმ 40 ტოლვილიდან ცხოვრობს ამ სახლში მხოლოდ 6 ამ ტოლვილების ფულად დახმარებებს სოციალურ დახმარებებს იღებს ეს 6 პიროვნება ხელისუფლება ამაზე ხუჭავს თვალს საგერ რუსთაველის ქუჩაზე სადაც ჩვენი ოფისი იმყოფება 8 სახლში რეგისტრირებულია 72 დაუდგენელი პიროვნება ტოლსტოის ქუჩაზე 5 სახლში რეგისტრირებულია 25 დაუდგენელი პიროვნება გამსახურდიას ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში იმყოფება რეგისტრირებულია 40 დაუდგენელი პიროვნება რომელთა ვინაობა არც ოჯახის წევრებმა არც მეზობლებმა არავინ არ იცის